მეცხრე არხი წარმოგიდგენთ გადაცემას გრიფის გარეშე. აღმოჩნდებიან თუ არა გისოსებს მიღმა ცენტრპოინტისა და დექსუსის დამფუძნებლები. რა კავშირი აქვს სამშენებლო სკანდალთან ქალაქის მერს გიგი უგულავას. საღამო მშვიდობისა, მე ზვიად თხელიძე ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ცენტრპოინტის და დექსუსის სკანდალური საქმე. როგორ აღმოჩნდნენ სამშენებლო ბიზნესის ლიდერების საბრალდებო სკამზე. აი ფაქტებს რო შევისწავლეთ გარდა. მაშინ დადგება ვინ გაფლანგა, როგორ გაფლანგა და როგორ დააქცია კომპანია. მე დავება რომ ასე ვთქვათ თვითონ ასე ვთქვათ უკანონოდ წამოვიღე და წამოვიღე რაც მეკუთვნოდა ჩემი კომპანიის შემოსავალი იყო რა და დაზარალებულები უძრავ ქონებას ითხოვენ. სად გაქრა მათი გადახდილი მილიონები. თანხები რომელიც შემოიტანეს იმ ხალხმა რომელიც თანხებითაც ჩვენ უფასოდ დამატებითი თანხის გადახდის გარეშე დაფუძნებლებს უნდა აღშენებოდა ბინები ეს თანხები არის წაღებული და არა მიზნობრივად გამოყენებული და შეჭმული. რა კავშირი აქვს ცენტრპოინტის სკანდალთან გიგი უგულავას? მარტო გიგი არ იყო ამაში საქართველოში იყო ადეიშვილიც, ამაში საქართველოში იყო ხადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რატომ წავიდა ბიზნესიდან პოლიტიკაში რუსუდან კერვალიშვილი? და რატომ გახდა ცენტრპოინტის სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი? უსაფრთხოა თუ არა მეორადი მანქანების უცხოეთში შეძენა? გადაურიცხე $5,500, დანარჩენი 1000 ხელში მივეცი. სულ დავკარგე $6,500. ასობით დაზარალებული ადამიანი, რომლებმაც ფულიც დაკარგეს და ნაყიდი მანქანებიც. ფირმა გაკოწავა ფული არ მაქვსო და ვერაფერ ფულს ვერ გადაგიხდიო, სადაც გინდა იქ მიჩივლეო. თაღლითური სქემა და გამოუვალ მდგომარეობაში დარჩენილი მოტყუებული ადამიანები. მიმართა ესეთ ხერხს, რასაც ქვია თაღლითობა. აგერ ეს მანქანა, რომელიც მე მყავს ნაყიდი, ეს მანქანა შენი იქნება მის მერე, რაც შენ ამ თანხას გადარიცხავ ამერიკაში. რეალურად მანქანა არ არსებობდა, რეალურად მას მანქანა ნაყიდი არ ქონდა. დაიჯებიან თუ არა თაღლითური პირამიდის შემქმნელები. სოფელი ილიაწმინდას მოსახლეობის პროტესტი. ვინ დაეპატრონა სიღნაღის რაიონის ნაყოფიერ მიწებს? ეს ვიღაც არაბებია თუ რამე არ შეუშვებთ მთელი სოფელი აუდგებით, სუყელანი წინ დაუდგებით ბავშვებიანად გამოვალთ და არ შეუშვებთ შეგაღარავთ. სააკაშვილის მიერ გაყიდული სოფლის მიწა, რომელიც გეგენავას და კეზერაშვილთან დაახლოებული პირებისგან ეგვიპტელების ხელში გადავიდა. სააკაშვილმა მოაწყო გენოციდი ამ სოფლის და ამ რაიონის მიმართ. 1600 გექტარი მიწა დღეს აქვს ერთ კაცს. რა მოგება მიიღო ქვეყანამ მიწების გასხვისებით? ერთ-ერთი საუკეთესო ნაკვეთები იყო და დღეს მინიმუმი დასაყიდიკასი ალბათ საბაზრო ფასს თუ ვიტყვით ეს $3,000. გადაიხედება თუ არა ილიაწმინდას მიწების გასხვისების კანონიერების საკითხი? გადაურჩა სიკვდილს ვეტერანი ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი. ეს ყველაფერი არის ეკიპების დამსახურება რა მდგომარეობაშიც მე ჩამაგდეს. ექიმების შეცდომა და ერთის ნაცვლად ჩატარებული 8 ოპერაცია. ეს არის აბსოლუტურად ჯერ ერთი არასწორად ჩატარებული ოპერაცია და მეორე უკვე იმ გართულების არასწორად კი არა დაგვიანებულად მკურნალობა. ისმება რამოდენიმე ექიმის საკითხი. რატომ გახდა აუცილებელი ინგოროყვას კლინიკიდან ფეხბურთელის თურქეთში გადაყვანა? ფაქტურად უკონო იყო ნული რეაქცია ქონდა ამ მდგომარეობაში. სიმართლესაც არავინ არ ყავდა. რა ხდება ქართულ მედიცინაში და ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე? ცენტრპოინტის დამფუძნებლებს მაიარ ჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს და დექსუსის 33%-იანი წილის მფლობელს ივანე ცაგურიას თაღლითობისა და სხვისი ქონების მითვისების მუხლებით მთავარმა პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. ცენტრპოინტის მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე დაწყებული გამოძიება რამდენიმე მიმართულებით გრძელდება. მანამდე კი მხარეები ერთმანეთის მიყოლებით აქამდე უცნობ და სკანდალურ თემებზე ალაპარაკდნენ. საქმეში ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსან შორის თბილისის მერის გვარმაც გაიჟღერა. დეტალებით თამარ კენკიშვილი. დახურულია
არაფერია წინა მხრიდან, არც მზე შედის, არც განიავება და არაფერი. სავარაუდოდ, მაგრამ ისიც არ არის და არ ჩანს ის ფაქტი. იური გორგაძე 20 წელზე მეტია სააკაძის მოედანზე ბინის მიღებას უშედეგოდელის. ის ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის ასად დამფუძნებელს შორის ერთ-ერთია, რომელსაც წლების წინ დანგრეული სახლის სანაცვლოდ ბინა უნდა მიეღო. ობიექტზე მშენებლობა 1991 წელს დაიწყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შედეგად მალევე შეჩერდა. შეჩერებული მშენებლობა 2004 წელს ცენტრპოინტმა გააგრძელა. პირადად მე ჩემის კონტაქტებით ბატონი თაბუკაშვილი და მე მივედით ცენტრპოინტის კომპანიაში. სადაც შედგა მოლაპარაკება, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ დაკმაყოფილებულიყო ეს ძირითადი მაცხოვრებლები, 110 დამფუძნებელი. მოლაპარაკების თანახმად გავარკვიეთ, რომ მინიმუმ 10500 კვადრატული მეტრა იყო საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ დაკმაყოფილებულიყავით. მოგვიანებით დამფუძნებლებმა შეიტყვეს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესა და ცენტრპოინტ შორის შეთანხმება შედგა და 10500 კვადრატული მეტრის ნაცვლად ცენტრპოინტი ამხანაგობას 3250 კვადრატული მეტრით ნაკლებს, 7250 კვადრატულ მეტრს აუშენებდა, რაც გორგაძის განცხადებით ამხანაგობის წევრებს სრულად ვერ დააკმაყოფილებდა. ქალბატონმა კერვალიშვილმა მოსთხოვა თავმჯდომარეს, რომ თითოეული მობინადრის სია, გვარი, სახელი რა ეკუთვნოდა და რა უნდა მიეღო, ეს უნდა მიეტანა და ამის შემდეგ უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება, გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა 7200 ჩვენი ნების გარეშე, რატო დადეს, ვინ დადო, როგორ დადო. ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 7250 კვადრატული მეტრი ფართი კიდევ ერთხელ მას შემდეგ შემცირდა, რაც ცენტრპოინტის მართვაში კომპანია დექსუსი შევიდა. ჩვენი ცნობილი ხდება, რომ 2011 წლის იანვრის თვეში 24 იანვარს ხდება ჩვენი საერთო ქონებიდან 1700 კვადრატი მიწის ნაკვეთის, რომელიც აი აქეთ სააკაძის მოედნის მხარეზე გამოდის, მისი გასხვისება 2 მილიონი ლარის თანხის სანაცვლოდ. და მოხდა გასხვისებამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციებზე. თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების რჩეული შვილების კიდევ ერთი კომპანიაა, რომლის განკარგვის უფლებამოსილება დექსუსის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ივანე ცაგურიას ჰქონდა მინიჭებული. ამხანაგობისგან 2 მილიონ ლარად ნაყიდი ტერიტორია დექსუსმა მალევე მერიას მიჰყიდა, სადაც მერიის ადმინისტრაციული შენობა უნდა აშენებულიყო, თუმცა მერიამ მშენებლობა გადაიფიქრა და ტერიტორია უკვე დანგრეული კარკასით დექსუსს უკან დაუბრუნა. მერიამ გადაიფიქრა ამის შესახებ, ასე ვთქვათ, მიწა ისევ დაბრუნდა კომპანიის ბალანსზე და ამის სანაცვლოდ მოხდა ამ 11 მილიონი ლარის გამოყოფა. ჩემი პირადი აზრი არის, რომ 11 მილიონი ლარის გამოყოფა სესხის სახით, შეღავათ ეს სესხის სახით, უფრო მომგებიანი იყო რეაბილიტაციისათვის, იმიტომ რომ უფრო მეტ საშუალებას უაძლევდა, უფრო მიზნობრივად გამოგვიყენებინა ეს თანხები და უფრო მეტი შედეგი, ფინანსური შედეგი მოგვეტანა კომპანიისათვის. 2010 წელს დექსუსსა და ცენტრპოინტ შორის საზეიმოდ გაფორმებული ხელშეკრულება 2013 წელს ვადაზიადრე რჩეულიშვილების ინიციატივით შეწყდა. დღეს კი მაია რჩეულიშვილი ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი მიწის დაბრუნებას ისევ ამხანაგობისთვის გეგმავს. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ისა და თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა მხარეთა ნებას და ეს ქმედება დექსუსის დაჟინებული თხოვნით განხორციელდა, რასაც ხელს მაშინდელი თანამდებობის პირები უწყობდნენ. რეალურად, გიგიმ წარგვიდგინა, რომ ესენი არიან ეს ხალხი, ვინც შემოვლენ კომპანიაში და ესე ვთქვათ, გადავეცით კომპანია. მარტო გიგი არ იყო ამაში საქმის გულში იყო ადეიშვილიც, ამაში საქმის გულში იყო კადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტმა დექსუსთან ხელშეკრულება შეწყვიტა, ვახტანგ რჩეულიშვილი მათ ბიზნესში ქალაქის მერის გიგი უგულავასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერესებზე ალაპარაკდა. რჩეულიშვილის ბრალდებას ქალაქის მერი გამოეხმაურა და დექსუსისთვის სესხის სახით გადაცემული 11 მილიონი ლარის დაბრუნება ცენტრპოინტს საჯაროდ მოსთხოვა. 11 მილიონი ლარი, სწორედ მას შემდეგ, როდესაც ის უმსგავსო მენეჯმენტი მოშორდა კომპანიას, იმიტომ რომ იმ მენეჯმენტს ფულს არავინ არ მიცემდა, არც არავინ არ აცეცხლებდა, იმის გამო რომ კომპანია იყო
ძალიან მძიმე მდგომარეობაში და შეუძლებელი იყო იმ ამონაგები თანხებიდანაც კი შევნებლობის გაწევა. სესხის სახით არის გადაცემული, სესხის სახით. სესხის ვადა უკვე გავიდა და შესაბამისად მერია შედის სარჩელით სასამართლოში იმისათვის რომ კომპანიიდან ეს 11 მილიონი ვალი ამოვიღოთ. ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს, რომ მერიამ დექსუს 11 მილიონი ლარი მერიის მიერ დეველოპერული კომპანიების დახმარების ფარგლებში გადასცა. ამ თანხიდან 5 მილიონ ნახევარი ლარი კი უკან მას შემდეგ წაიღო, რაც მან დექსუს ნაყიდი მიწა უკან დაუბრუნა. ნაწილი კი დექსუსმა არამიზნობრივად გახარჯა. დექსუსის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი მერიის მიერ სესხის სახით გამოყოფილი თანხა ასე გადანაწილდა. 1,490,644 ლარი სააკაძის მოედანზე ობიექტის მშენებლობას მოხმარდა. 4,945,159 ლარი ბათუმის მაგნოლიას, 782,967 ლარი ეგრეთ წოდებულ შავსახლს, 1,813,100 ლარი დიდი დიღმის ოაზის, 865,500 ლარი ხოშარაულს, 669,621 ლარი წყნეთს, 433,100 ლარი კი თეთრი სახლის მშენებლობაზე დაიხარჯა. ეს 11 მილიონი არის საკაძეს ობიექტი. საკაძეს ობიექტი ის ობიექტია, რომელზედაც სასამართლოში მიმდინარეობს დღეს დავა. ყველაზე მეტად დააზარალა თავად გიგი უგულავა და ჩვენ საპასუხო სარჩელით შევალთ რასაკვირველია მაგის წინააღმდეგ და ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს. გარდა იმისა და ყველა ეს ფაქტი უკავშირდება ზუსტად იმ ორგანიზაციას განვითარების ფონდს მერიის, რომელიც ახლა გიგი უგულავას დავალებით ვედავება 11 მილიონს. გასულ კვირას პროკურატურამ ცენტრპოინტის დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს, ასევე დექსუსის ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას თაღლითობაში დასდო ბრალი. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით დგინდება, რომ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 წევრების მიერ 2004-2009 წლებში ბინათ მშენებლობისთვის მოზიდული 27,701,299 აშშ დოლარიდან მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ სხვადასხვა გზებით 11 მილიონზე მეტი ლარი მიისაკუთრეს, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობა. გამოძიებამ თვითონ დადო არა მარტო სამართლებრივი, დანაშაულის შემცველი კვალიფიკაციის მქონე ბრალდებები, არამედ ფინანსური ანალიზიც. დაიდო ის თანხების მიხედვით ანალიზი თუ რა თანხები შევიდა ამ ხანაგობაში, შემდეგ რა დაიხარჯა და ის არამიზნობრივად და სალაროდან გაწერილი თანხები თუ რას მოხმარდა, რომელი აქტივის შეძენას. ეს გახლავთ წმინდა პირამიდა, ასე რომ ვთქვათ, ფინანსური პირამიდა, რომელიც განახორციელა ცენტრპოინტ ჯგუფის დამფუძნებლებმა. მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს სულ 3 ეპიზოდში აქვთ წაყენებული ბრალდება. ყოველ შემთხვევაში ბრალდება წაყენებულია თაღლითობის მუხლით, ერთ შემთხვევაში მითვისების მუხლით, ხოლო ცაგურიას ერთ შემთხვევაში ბრალად დაედო მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილისთვის დახმარების აღმოჩენა თაღლითობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში გაფლანგვაში. და ამავე დროს მასვე დაედო ბრალი მოგვიანებით უკვე მქონების გადამალვაში, რაც უკვე განახორციელეს მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ისინი წყვეტდნენ, ცალფრივად წყვეტდნენ ხელშეკრულებას კომპანია დექსუსთან. დექსუსის ერთ-ერთ დამფუძნებელს პროკურატურა ქონების გადამალვასაც ედავება. საუბარია ცენტრპოინტის კუთვნილ 22 ობიექტზე, რომელიც ივანე ცაგურიამ ჯერ დექსუსის ბალანსზე მოგვიანებით კი დექსუსის შვილობილი კომპანიის ალიანს კაპიტალის საწესდებო კაპიტალში შეიტანა. მათ შორის 186 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ხოშარაულის ქუჩაზე, 620 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი აბაშიძის ქუჩაზე, 7997 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, 98 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ბათუმში. მათი შეფასებით სულ 2 მილიონი ლარის ქონება. კონტრაქტის მიხედვით ვადაზე ადრე გაწყვეტა, რასაც რჩეულიშვილებთან დაეთანხმნენ და ხელშეკრულების გაწყვეტის მერე სპეციალურ ხელშეკრულებას გაფორმდა, შეადგინა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი. რასაკვირველია ეს თანხა რჩეულიშვილის ცენტრპოინტს არ ჰქონდა, შესაბამისად მოხდა ანაზღაურება აქტივების სახით.
დექსუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კილაურიძე ამბობს, რომ მათ ამ 22 ობიექტის გადაცემის თაობაზე ცენტრპოინტთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და მათთვის გაურკვეველია რასედავება გამოძიება. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ამ ქონების გადამალვა გაცილებით ადრე მოხდა. ხელშეკრულება კი რამდენიმე დღით გვიან გაფორმდა. ცენტრპოინტის ქონება ალიანს კაპიტალის ბალანსზე 4, 5 და 7 მარტს გადავიდა. ხელშეკრულება კი 11 მარტსაა გაფორმებული. გამოძიება ხელშეკრულების დეტალებს სწავლობს. ეს 2 მილიონის ქონება დექსუსის მხრიდან შეტანილი იქნა შეპეს ალიანს კაპიტალის საწესდებო კაპიტალში. ამ დროს ჯერ კიდევ ესე თვითონ კომპანია დექსუსი არის ყველა აქტივის გამკარგავი ცენტრპოინტის და ჯერ შეწყვეტილი არ არის ხელშეკრულება, წინსწრებით ეს აქტივები გადატანილი იქნა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ადგილი ქონდა ქონების გადამალვას ამ შემთხვევაში. 22 ობიექტი თვითონ კომპანია Dexus თვითონ აქვს შეფასებული სადაც $2 მილიონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თანხა შეიძლება შემცირებული იყოს და გაცილებით მეტი ღირებულების იყოს თვითონ ეს გადაცემული ქონება. ქართულ ბაზარზე მოქმედ ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანია ცენტრპოინტში ფინანსური კრიზისი 2007-2008 წლებში დაიწყო. 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გარდა, მაშინ ცენტრპოინტის მიერ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებაზეც საუბრობდნენ. თქვათ, რუსუდანი ვაბურო ძალიან დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა რა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქველმოქმედება ჩავთვალოთ ჩვენ პარტიისათვის გადახდილი ფული. ეს არავითარი ქველმოქმედება არ არის, ეს არის პოლიტიკური უკვე ქმედება. ამიტომაც იქ თუ ლაპარაკია 20-30 და ესეთ თანხებში იმ ბრუნვის პერიოდში ეს პრობლემა არ არის. მაგრამ როცა ზოგიერთი გვეუბნება ასეულობით 300.000-ებია და გადაიცვალა პარტიის იბაზე, მაშინ არ გადაიცვალა. არ გამოვრიცხავ რომ ახლა დექსუსის პირობებში ხელისუფლების საარჩევნო კომპანიას წავიდა საკმაოდ დიდი თანხები. ვახტანგ რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ოფიციალურად 2007-2008 წლებში ცენტრპოინტ ჯგუფმა და მასში შემავალმა კომპანიებმა ყოველწლიური და საარჩევნო შემოწირულობების სახით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაახლოებით 900.000 ლარი გადაურიცხა. რჩეულიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან სხვა სახის ზეწოლაზე საუბრობს, რაც კომპანიისთვის დაუგეგმავი ობიექტების მშენებლობას უკავშირდება. ის, რასაც რჩეულიშვილი ზეწოლად მიიჩნევს, მიხეილ სააკაშვილმა თავისებურად ახსნა. ზეწოლად იყო, თქვათ, როგორც ააშენეთ თელავში სასტუმრო ააშენეთ ისე, რომ სასტუმრო სჭირდებოდა რაღაც, მაგრამ ამ სასტუმროს არ გვართოვდა. ააშენეთ, იმიტომ რომ რესპუბლიკაში ეს დაინტერესება იყო, რომ შენდებოდეს, ფული დაგვეხარჯა დასაგურებელი უზარმაზარი ამაში. ეს არ დაგიმალოთ, ესეც ესპანეთში საფრანგეთში მაქვს ნანახი ბევრი ესეთ და ჩემი იდეა იყო, რომელიც მივაწოდეთ, კიდე თქვათ, რომ ეს არის ბიზნესზე ზეწოლა, მაგრამ მაგარი თეთრი ქვის რაც მინახია ესპანეთში და საფრანგეთში ეგეთ შატოებია. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას ცენტრპოინტმა მმართველი პარტიის საარჩევნო ყულაბაში არაოფიციალურად 50 მილიონ ლარამდე შეიტანა. თანხები აშკარად არამიზნობრივად იყო დახარჯული, სხვანაირად ეს 90 მილიონის ქონება არ დაგროვდებოდა, სხვანაირად არ აშენდებოდა სასტუმროები რჩეული და სხვანაირად არც სიაში არ აღმოჩნდებოდა ხალბატონი რუსუდან კერვალიშვილი უცებ აპოლიტიკური ფიგურა პოლიტიკაში მიდის და უცებ აღმოჩნდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მაშინ ზუსტად როდესაც დაიწყო აი ამ ბიზნესის ხარვეზები გამოჩნდა, ჩნდება დექსუსი, ხალბატონი რუსუდანი კი არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და თითქოს არაფერი არ ხდება. ნაციონალური ხელისუფლების დაფინანსების და სხვა არამიზნობრივად დახარჯული მილიონების ცენტრპოინტის მერიისა და დექსუსის დავების მიღმა ათასობით უბინაოდ დარჩენილი ოჯახია, რომლების დაპირებული ბინების მიღებას დღესაც ელოდებიან. მომრავლებულ თაღლითობაზე ალაპარაკდნენ ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების საქართველოში ჩამოყვანის მსურველებიც. ისინი აცხადებენ, რომ დილერებმა მოატყუეს. საქმე ეხება ასობით ადამიანს, რომლებმაც როგორც თავად ყვებიან, კონკრეტულ კომპანიებს შესაძენი ავტომანქანის ფული წინასწარ გადაუხადეს და მანქანასთან ერთად ფულიც დაკარგეს.
ავტომობილების ბაზარზე აღმოჩენილი ფინანსური პირამიდის დეტალებით ზურაბ კუკულაძის სიუჟეტი. მეორადი ავტომანქანებით ვაჭრობა საქართველოში საკმაოდ სარფიანი ბიზნესია, რომელშიც სხვადასხვა ფორმით ათასობით ადამიანია ჩართული. მეორადი ავტომობილის შეძენა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. ერთი ნაწილი მანქანებს რუსთავში მოწყობილ ბაზრობებზე არჩევს. სხვები მეორადი ავტომობილის გამოწერას ამერიკიდან ან ევროპიდან ამჯობინებენ. ამ შემთხვევაში ავტომობილი შედარებით იაფიჩდება. თუმცა მყიდველს გარკვეულ რისკზე წასვლა უწევს. ნებისმიერი ადამიანი დაუზღვეველი არის ამ შემთხვევაში. თანხა როდესაც ჩაირიცხება ამერიკული ფირმის ანგარიშზე, შეიძლება ეს თანხა არ დაბრუნდეს, ან მანქანაც კი არ დაბრუნდეს უკან და ნებისმიერი ოფისი, რომელიც მუშაობს 90% პირადად აგაექსპორტთან მუშაობს და დღესაც ფუნქციონირებს. ინვოისში წერია, რასთვის არის ეს თანხა გადაგზავნილი აგაექსპორტის. შენ ეს მომსახურება შემისრულე? მანქანა გამომიგზავნე? არა, მაშინ დამიბრუნე ჩემი თანხა. არც თანხას არ აბრუნებს. გადავრიცხე $5,500, დანარჩენი 1000 ხელში მივეცი. ავტომობილის უცხოურ აუქციონზე შეძენის დროს არსებობს რისკი, რომ მყიდველი თაღლითების მსხვერპლი გახდეს. საქართველოში ბოლო წლებში სხვადასხვა ტიპის თაღლითური სქემით 1000-მდე ადამიანი დაზარალდა. ყოველ დღე დავდიოდი აქ თითქმის მატყილებდნენ და მითხრეს ჯერ რომ მე მითხრეს რომ მანქანაო აი ვერ ჩამოყავს ეხლაო და თქვენ თვითონ აარჩიეთ ბაზარში და ჩვენო დაგაფინანსებთო არც დამაფინანსენ არც ის მომატყუა არ იყო ეს კონტეინერის ნომერი ეს უბრალოდ რაღაცა მანქანა ჩამოდიოდა მაგრამ ის მანქანა არ ჩამოდიოდა მიუდანები რადოვის მოწო ისევ აღმიწერა ინვოისი გამიფორმა ხელშეკრულება მოვაწერეთ ხელი წამოვიღე საკუთრება და ისევ იმ დღესვე გადავრიცხე ეს თანხა საქართველოს ბანკიდან სულ დავკარგე $6,500 ფინანსური პირამიდის სქემა ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო. იხსნებოდა სადილერო ოფისი, რომელიც ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს საზღვარგარეთიდან ავტომობილის ჩამოყვანას პირდებოდა. უფორმებდა შესაბამის ხელშეკრულებას და წინასწარ ითხოვდა ავტომობილის ფასის გადახდას. შევიძინეთ ავტომობილი მე პირადად ამერიკაში მქონდა სერვერ, რომელიც ვინკოდი მომაწოდა პლუს ამას მომაწოდა ანგარიში ამერიკის ასეთი ფირმის აგაექსპორტის ამ პირადი ანგარიში და რომლის საშუალებითაც გადავრიცხე ბანკის საშუალებით გადავრიცხე აგაექსპორტის პირად ანგარიშზე $4,000 დამერეკა რომ მოვიგეთ ეს მანქანა $5,000-ში შევიძინეთ და მობძანით ხვალ რომ გავაფორმოთ ხელშეკრულება თანხა გადაიხადოთ მანქანის აუქციონს რაც ჭირდება შპს ჯორჯიან ავტოიმპორტი მეორადი ავტომობილების ბაზარზე 2011 წლის მეორე ნახევრიდან ხმაურიანი სარეკლამო კამპანიით შემოვიდა. ეს კამპანია მყიდველებს უპროცენტო შიდა განვადებას თავაზობდა. წინასწარ კი ავტომობილის სრული ღირებულების 30%-ს იღებდა. ამირანდვალი ერთ-ერთია იმ 200 ადამიანიდან, რომლებმაც ჯორჯიან ავტოიმპორტის ოფისის დახურვის შემდეგ გაიგეს, რომ უმანქანოდ დარჩნენ. მან $3,380 ამ ოფისის სალაროში შეიტანა. ნუ ეს თანხა მეორე დღის ლიბერტი ბანკიდან გამევიტანე სესხი და მეორე მესამე დღეს მოვედი და სალაროში ჩავრიცხე ამათ სალაროში ჩავრიცხე $3,380 მე ეს ფირმა თვითონ აქედან გადავიდნენ სადღაც არც მისამართი დატოვენ არც ის ამირანდვალი დაკარგული თანხის დაბრუნებას სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით ცდილობს. თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი ნუგზარ ცერცვაძე დაპატიმრებულია და ის სხვა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. შპს-ის დღევანდელი დირექტორი ირმა ორჯონიკიძე კი აცხადებს, რომ კომპანია გაკოტრებულია და მოტყუებული კლიენტებისთვის თანხის დაბრუნება არ შეუძლია. ეს ქალი მეუბნება, რომ კიო ვარ პასუხისმგებელი, მაგრამ მეო აღარ ფუნქციონირებს ფირმა გაკოტრავა ფული არ მაქვსო და ვერაფერ ფულს ვერ გადაგიხდიო, სადაც გინდა იქ მიჩივლევო. ეხლა მე თვითონ არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოიქცე, ვის მიმართო. გიორგი ფერაძემ, ლევან გურგენიძემ, ილია ილურიძემ, გარეგინ გუმუნჯიანმა და კიდევ 20-მდე ადამიანმა ავტომობილის შეძენა ხილიანის ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე ირმა ბარდანაშვილის სადილერო კომპანიის დახმარებით გადაწყვიტეს.
ამ ადამიანებმა შერჩეული ავტომობილების ღირებულება ირმა ბარდანაშვილის მითითებულ ანგარიშზე გადარიცხეს. თუმცა, როდესაც მათ მიერ შეძენილი ავტომობილი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, აღმოაჩინეს, რომ ირმა ბარდანაშვილის ოფისი დახურული იყო. რო გადავამოწმე კონტეინერის ნომერი გადამზიდავი ფირმის საშუალებით, ასეთი მანქანა აი ამ კონტეინერში არ იმყოფებოდა. და როდესაც მივედი იმ ოფისში, სადაც ირმა ბარდანაშვილი იმყოფებოდა, ჩემთან ერთად რამოდენიმე დაზარალებული იმყოფებოდა იმ წუთას და მივხვდით ყველამ, რომ ეს აი თაღლითობასთან უქონდა საქმე ყველა ჩვენთაგანს. დაურეკე 10 დღის მერე ერთ ნომერზე არ აიღო ყურმელი. მეორე ნომერზე დაურეკე არ აიღო. მესამე ნომერზე დაურეკე არ აიღო ყურმელი. გვიანი იყო, მაგრამ მაინც ავდექე და წავედი ხელიანის პირველ ნომერში. მივედი და ვხედავ რა, ესე იგი ჩემს გარდა ერთი 30 კაცი იქნებოდა ოფისში და ირმა ბარდანაშვილის მიერ დაზარალებული ადამიანების ერთმა ნაწილმა ავტომობილის ღირებულება მას პირადად გადაუხადა. ხოლო მეორე ნაწილმა თანხა ამერიკაში მდებარე სადილერო კომპანია აგა ექსპორტის ანგარიშზე გადარიცხეს. მას შემდეგ, რაც ირმა ბარდანაშვილმა საქართველოს დატოვა, ეს ადამიანები აგა ექსპორტისთვის გადარიცხული თანხების უკან დაბრუნებას კომპანიის ხელმძღვანელისგან ალექს სკორისგან ითხოვენ. მოგთხოვეთ, რომ აგვიხსნა სიტუაცია, რა მოხდა, რატო არ არის ჩვენი მანქანა, აი საწავიდა ეს ფული, ხო აგა ექსპორტთან არის გადარიცხული. იმის მეშვეობით დაუკავშირდით ალექს სკორს და ალექსამ გითხრა, რომ თქვენი თანხა, რომელიც თქვენ გამომირიცხეთ, მე გაუუქვითე ირმას ვალში. ირმას ჰქონდა ჩემი ვალი და მე გაუუქვითე ირმას. ჩვენ შეკითხვაზე რომ მე რა შუაში ვარ, მე გიორგი ფერაძე ვარ და შენი არ ჩემი ვალი მქონია, არ შენ მქონია ჩემი ვალი და რატო მოხდა ეს? იმას არ მაინტერესებს. ის მეუბნება რომ იცი რა, შენი ფული რომელიც შენ გამომიგზავნე, ირმამ დამირეკა მითხრა ეს ჩემი ვალიო და გამიქვითე ვალინდან. ანუ მე ვეუბნები იმას რომ იცი რა, ჩვენთან საბუთებში წერია რომ მანქანის ყიდვის ფულია ეს, არა ირმის ვალის დასაფარებელი ფულია. ის მეუბნები მაგდენი მე არ მაინტერესებს. ვახტანგ სამადალაშვილი გადამზიდავი კომპანია ვოლდექსის ხელმძღვანელია. ის საქართველოში აგა ექსპორტის პარტნიორია. ვახტანგ სამადალაშვილის განცხადებით ირმა ბარდანაშვილმა კლასიკური ფინანსური პირამიდა შექმნა. როგორც სამადალაშვილი ყვება, ირმა ბარდანაშვილს ამერიკულ კომპანიასთან საკმაოდ სოლიდური დავალიანება დაუგროვდა და დავალიანების ნაწილის გადახდაც სწორედ ქართველი კლიენტების მოტყუების ხარჯზე სცადა. იმისათვის რომ მას მოეგვარებინა ეს პრობლემა და გადაეჭრა ეს პრობლემა და მიეღო თავისი ჩამოსული უკვე ფოჩი მანქანები, მიმართა ესეთ ხერხს, რასაც ქვია თაღლითობა. მოატყვილა ხალხის რაღაც კატეგორია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რომელთაც უთხრა რომ აგერ ეს მანქანა, რომელიც მე მყავს ნაყიდი, ეს მანქანა შენი იქნება, მის მერე რაც შენ ამ თანხას გადარიცხავ ამერიკაში. რეალურად მანქანა არ არსებობდა, რეალურად მას მანქანა ნაყიდი არ ჰქონდა. საზღვარგარეთიდან მანქანების ჩამოყვანისას პრობლემები უცხოელ დილერებთანაც იქმნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ავტომობილი ძებნაზეა გადაცემული. ან რაიმე სხვა ტიპის იურიდიული პრობლემის გამო ყიდველს ავტომობილს აღარ უფორმებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის რეგისტრაციის დროს რიგ შემთხვევაში დგინდებოდა საიდენტიფიკაციო ნომრების შეცვლის ფაქტები, რაც უპირობოდ წარმოადგენდა გამოძიების დაწყების საფუძველს. ხდებოდა ავტომანქანის ჩამორთმევა და მისი სამითვით საჯარიმო ავტოსადგომზე განთავსება. და შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით შემუშავებული იქნა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად გამომძიებლის დადგენილებით ან მოსამართლის განჩინებით ავტომანქანა დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელს იმ შემთხვევაში, თუ კი ავტომანქანის შეძენის დროს მისთვის ცნობილი არ იყო ავტომანქანასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი გარემოებების შესახებ. MyAutoG საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდია, სადაც განთავსებულია ინფორმაცია გასაყიდი ავტომობილების შესახებ. დღეისათვის ამ ვებგვერდზე დაახლოებით 100,000 აქტიური განცხადებაა, რომელთა უმრავლესობა სწორედ ისეთი ძირითადი დილერი კომპანიები აქვეყნებენ, რომლებიც ქვეყანაში ავტომობილების იმპორტს ახორციელებენ. იმის მიუხედავად, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია, თაღლითობის რეალური საფრთხე დღესაც არსებობს. სოფელ ილეაწმინდას მოსახლეობის პროტესტი. ვინ დაეპატრონა სიღნაღის რაიონის ნაყოფიერ მიწებს? ეს ვიღაც არაბებია თუ რამე არ შეუშვებთ. სააკაშვილის მიერ გაყიდული სოფლის მიწა, რომელიც გეგენავას და კეზერაშვილთან დაახლოებული პირებისგან
ეგვიპტელების ხელში გადავიდა. სააკაშვილმა მოაწყო გენოციდი ამ სოფლში. სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდას მოსახლეობა მიწის დაბრუნებას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით 3 წლის წინ ამ სოფლის მიწები პირდაპირ მიყიდვის წესით არჩილ გეგენავასთან და დავით კეზერაშვილთან დაახლოებულ კომპანიას დაბალ ფასად მიჰყიდეს. არჩევნების შემდეგ კი სიღნაღის რაიონის ამ სოფლის ნაყოფიერი მიწები სააკაშვილის ახლო გარემოცვის საკუთრებიდან ეგვიპტის მოქალაქეების ხელში გადავიდა. უმიწოდ დარჩენილ და სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სოფელ ილიაწმინდაში ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. რით უნდა ვიარსებოთ სოფელში რომ ცხოვრობს ადამიანი, მე მგონი იმიტომაც ცხოვრობს, რომ ან მიწა ქონდეს, ან ძროხა ჰყავდეს, რომ იმით გავიტანოთ თავი, დანარჩენი სამუშაო ხო არაფერი არ არის. აი ბირჟაზე ვარ იდე და აი თუ ძროხაში ვიღაცამ გამაყულა და ორი შაური მომცა, ელ გამოუწევრო ოჯახი ვარჩინო. ხალხს ხურჩენა გვინდა არა, სოფელში არანაირი დასაქმება არ არის, არანაირი შემოსავალი არ არის. სოფელს თავისი კუთვნილი მიწას ვითხოვთ. ჩვენ ხო ადამიანები ვართ არა. სოფელ ილიაწმინდას 1200 ოჯახი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უხმოსავლიან რაიონში ცხოვრობს. თუმცა ამის მიუხედავად სოფელი უკიდურეს გაჭიროებას განიცდის. ილიაწმინდელებს სოფლის მეურნეობაში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება არ აქვთ. რადგან თითოეულმა ოჯახმა გასული საუკუნის 90-იან წლებში 12500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მაგივრად მხოლოდ 4000 კვადრატული მეტრი მიწა მიიღო. სოფლის გარშემო ათასობით ჰექტარი მიწა სახელმწიფომ ადგილობრივებს არ დაუთმო. ადგილობრივი მოსახლეობის მიწა-წყალი არის და უფლება არ აქვს რომ იქით გადავიდეთ. არც ხვარი, არც ძროხა, არც არაფერი. 42 მიასეთში რა უნდა მოიყვანა. 9 ჰექტარი არ გამოდის. იმის დამუშავება საერთოდ აზრი არ აქვს. ისეთი მცირე არის. უნდა განაწილებულიყო ოჯახზე ჰექტარი და 25 მიასედი. 20 ჰექტარი და 25 მიასედი კი არა, 40 მიასედი და 42 მიასედი მიწები დაგვირიგეს მათხოვრულად. ისიც ჩვენ საკუთრებაში არ არის, ისიც არის იჯარით. ილიაწმინდას მოსახლეობა სოფლის გარშემო არსებულ 1600 ჰექტრამდე ნაყოფიერ მიწებს 2009 წლამდე მაინც ამუშავებდა და სარგებელსაც იღებდა. 2009 წელს ვითარება შეიცვალა. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად 2009 წლის 22 დეკემბრის 925 განკარგულებით მიწა 1459 ჰექტარი კერძო კომპანიას შპს აგროვესტს მიჰყიდა. სოფლის მოსახლეობა პრაქტიკულად მიწის გარეშე დარჩა. ეს არის 1459 ჰექტარი პირველ ეტაპზე, შემდეგ დაუმატეს 160 ჰექტარი. ამ მიწების გარდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა 33 შენობა ნაგებობა. ეს 33 შენობა ნაგებობა არის დაახლოებით 15000 კვადრატული მეტრი. $300,000. პრეზიდენტის განკარგულებით სოფელ ილიაწმინდას ტერიტორიაზე არსებული 1459 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 33 შენობა ნაგებობა $300,000 გაიყიდა. დოლარის იმდროინდელი კურსის გათვალისწინებით 1 კვადრატული მეტრი მიწა სამთედრად. სიღნაღის რაიონში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია, რომელიც პირველ კატეგორიას მიეკუთვნება და მისი საბაზრო ღირებულება აგროვესტის მიერ გადახდილ ფასს დაახლოებით 15-ჯერ აღემატება. ამ მიწის სახელმწიფო ფასი არის 1000 ლარი. 1 ჰექტრის ფასი. ფაქტიურად 1600 ჰექტარი არის 1.600.000, მაგრამ საბაზრო ფასი არის გაცილებით მეტი, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი. სახელმწიფოსგან გამოსყიდვის შემდეგ აგროვესტი ამ მიწებს იჯარით გასცემდა. 1 ჰექტარი მიწის საშუალო საიჯარო ფასი დაახლოებით 120-დან 150 ლარამდე მერყეობს. ამ მონაცემების გათვალისწინებით აგროვესტმა დაახლოებით 500,000 ლარად ნაყიდი მიწების იჯარით გაცემით უკვე გასული 3 წლის განმავლობაში 600,000 ლარზე მეტი მიიღო. გადახდილ თანხაზე 100,000 ლარით მეტი. ხორბალი, მზესუმზირა, ქერი, რა ძირითადად მარცვლეული კულტურები მოაქვს.
აქ წელიწადში იღებენ 6-7 ტონას. მილიონებზეა ლაპარაკი, ეხლა 6-7 ტონას რო აიღებს, რაღაც საბაზრო ფასი იღის, რაღაც რამდენიმე მილიონია. ამჟამად ერთ-ერთი მეიჯარე სახელმწიფოცაა. იჯარით გათვალისწინებული 72,000 ლარი უკვე გადაიხადა. პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ გასული წლის შემოდგომაზე, არენდა ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული აღნიშნულ კომპანიასთან და ერთი წლის განმავლობაში მოახდინეთ ხორბლების სახეობების მოყვანა, რომელიც დაგესახელეთ 14 ჯიში გამოიცადა ამ ტერიტორიაზე. სოფელ ილიაწმინდას მიმდებარედ 1600 ჰექტარის შეძენის დროს შპს აგროვესტს ყოფილი პარლამენტარის არჩილ გეგენავას სახელთან ასოცირებული შპს ფუდ სერვისი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის მფლობელობაში არსებული შპს რილფ ჯორჯია ფლობდნენ. შპს ფუდ სერვისის ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ გეგენავას ძმა ანდრო გეგენავა იყო. ხოლო შპს რილფ ჯორჯიას პანამაში დაფუძნებული რილფ მენეჯმენტი ფლობდა. რილფ მენეჯმენტის წარმომადგენელი საქართველოში დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრი ალექსანდრე გოგოხიაა. შპს-ს იურიდიული მისამართი ასევე კეზერაშვილის ყოფილ საკუთრებაში პიქსელის შენობაში აქვს. პირველ რიგში ის რომ ეს მიწა გაიყიდა ძალიან იაფად. მეორე რიგში ის რომ მიწის ყიდველები აღმოჩნდნენ სახელმწიფო წრეებთან დაახლოებული ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები და მესამე ის რომ გაყიდვის შემდგომ მიწა სახელმწიფომ ისევ იჯარით აიღო, ანუ იხდიდა მაშინ ყოველთვიურად გარკვეულ საფასურს და პლუს იმას რომ ეს თანხა მოხდა არა ბიუჯეტის ანგარიშზე, არამედ როგორც ვიცით ეპარქიების ანგარიშზე, მეანიშნებს პირდაპირ იმაზე რომ ეს იყო არაკომერციული გარიგება. სიღნაღში არსებული მიწების გაყიდვისას პრეზიდენტის განკარგულებაში მთავარ პირობად მითითებულია რომ მყიდველს აღნიშნული ნაკვეთების ფასი $300,000 სამ თანაბარ ნაწილად სოფელ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში ნეკრესისა და ჰერეთის და ალავერდის ეპარქიებში უნდა გადაერიცხა. ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პასუხისმგებელი პირი არ დაგხვდა. იქ დასაქმებულმა მუშებმა კი განგვიცხადეს რომ ტაძარი არჩილ გეგენავას დაფინანსებით შენდება. ვინ აფინანსებს ხო? გრემის სამონასტრო კომპლექსში განგვიცხადეს რომ ეპარქიისთვის ჩარიცხული თანხის წარმომავლობის შესახებ ვერავინ გვიპასუხებდა. ისე ხო როგორი დელეგატორი საკითხია რა. არა, მესმის ძალიან კარგად და ამიტომ რაღაცა. ხო და ამიტომ მორიდებულად ხარ. ხო და მე თუმეტეს კიდე მეტროპოლიტის წინ მაქსიტვას არც არავინ იცის პრინციპში. ალავერდის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე დავითმა ჩვენთან კამერის წინ საუბარი არ ისურვა. თუმცა პირად საუბარში დაგვიდასტურა რომ აგროვესტისგან ეპარქიის ანგარიშზე თანხა მართლაც ჩაირიცხა და ის ტაძრისთვის დაიხარჯა. რამდენად მიღებული ფორმაა მიწების გაყიდვიდან მიღებული თანხების ეკლესიისთვის ჩარიცხვა, ამ საკითხზე საპატრიარქომ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ალექს შალუტაშვილმა განგვიცხადა რომ ეკლესია შემოწირულობის წარმომავლობით ვერ დაინტერესდება. ეკლესია რეალურად არის მესამე პირი, რომელმაც მიიღო რაღაცა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შემოწირულობა. შემოწირულობა ამ სახით, რა სახითაც ეს მოხდა. ას უნდა მომხდარიყო თუ სხვა სახით, ეს უკვე ეკლესიას ვიმეორებ არ ეხება, ამისი კანონიერების განსაზღვრა ეკლესიას არ ეხება. ქვეყანაში ხელისუფლების და პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ შპს აგროვესტის დამფუძნებლები შეიცვალნენ. 2013 წლის 11 იანვარს შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი შპს ჰაბიბკო აგრიკალჩარი გახდა. თავის მხრივ ამ კომპანიის მფლობელები ეგვიპტის მოქალაქე ფიზიკური პირები არიან. სააკაშვილმა მოაწყო გენოციდი ამ სოფლის და ამ რაიონის მიმართ. 1600 ჰექტარი მიწა დღეს აქ ერთ კაცს არაბს ეგვიპტეს. ეს არის მაგის ინვესტიცია რა, გაყიდვა, ფაქტურად გაყიდა საქართველოს ამან, გაყიდულია საქართველოს. აგროვესტის 100%-იანი წილის გადაფორმების მიუხედავად, ერთი თვის განმავლობაში კომპანიას ისევ ძველი მენეჯერები მართავდნენ. ახალი დირექტორი მხოლოდ 2013 წლის 5 თებერვალს დაინიშნა და ეს თანამდებობა ეგვიპტელმა სამეჰ რაფაათ ავად ჰაბიბმა დაიკავა.
კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა დავით გოგოლაშვილმა ეგვიპტელ დირექტორთან შეხვედრაზე უარი განგვიცხადა. ისამართი ოფისის არ შეიძლება რომ ითხრათ? არ ვიცი, მართლა არ ვიცი საცხედან. მე ასეთ სამუშაო მაქვს, მე ოფისში არ ვზივარ. რაღაც საქმეებს უგვარებ, ასე ვთქვათ, კომპანიას. ეგვიპტური ბიზნეს ჯგუფი საქართველოში ჰაბიბკოს სახელით დარეგისტრირებულ კიდევ რამდენიმე შპს-ს ფლობს. ეს კომპანიები დღეს ძირითადად დავით კეზერაშვილთან ასოცირებულ ბიზნესებს ფლობენ. $300,000 სოფელი შეისხნა. განა მიწა მარტო. შპს აგროვესტის ეგვიპტურ მენეჯმენტზე გადაცემის შესახებ სოფელ ილია წმინდაშიც იციან. ადგილობრივები ილია წმინდას მიწების უცხოელების ხელში გადასვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეგვიპტელ ინვესტორს ამ მიწების დამუშავების საშუალებას არ მისცემენ. ყველა ერთად დავდგებით. ქალი, კაცი, ბავშვი, გოგო, ბიჭი, ყველა ერთად გავალთ. ყველანი გამოვალთ. ქალკაციან, ბავშვებიანად და არ შემოუშვებს სხვებს. სოფელი ილია წმინდას გარშემო 1600 ჰექტარი მიწის გარდა. ეგვიპტელი ფიზიკური პირების ხელში გადავიდა შპს აგროვესტის მიწის ნაკვეთები. სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში და ახმალის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დაახლოებით 5000 ჰექტარი იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, რომელსაც საქართველოს ბეღელს ეძახიან. როგორ გადაურჩა სიკვდილს ვეტერანი ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი. ეს ყველაფერი არის ექიმების დამსახურება. ისმება რამოდენიმე ექიმის საკითხი. რატომ გახდა აუცილებელი ინგოროყვას კლინიკიდან ფეხბურთელის თურქეთში გადაყვანა? ამ მდგომარეობაში სიმართლედ არავინ ამბობდა. რა ხდება ქართულ მედიცინაში და ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე? სამედიცინო შეცდომების მაჩვენებელი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ისევ საკმაოდ მაღალია. ექიმების შეცდომის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელი, დინამოელი ნუკრი კაკილაშვილიც აღმოჩნდა. ნაღლის ბუშტის ოპერაცია, რომელიც რთულ ოპერაციად დიდი ხანია აღარ ითვლება, ვეტერანი ფეხბურთელისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდა. ერთი ოპერაციის ნაცვლად 8 ოპერაცია და ექიმების შეცდომით სასიკვდილოდ განწირული ქართველი ფეხბურთელი. Деталებით Кетеван Гигашвили. Идет к воротам, приблизился, прошел одного. Отличная передача, ну, удар воротам, гол! Гол! 1981 წლის 13 მაისი. თბილისის დინამოს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების დღე. თასების მფლობელთა თასის ფინალში დინამომ კარლ ცაისი ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. იმ დღიდან შეხვედრის ყველა მონაწილე ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ეროვნულ გმირად იქცა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თაობა იყო 1991 წლის თაობა, როდესაც ჩვენ ევროპის თასების თასი ავიღეთ. ალბათ ყველა მისის თუ რა დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ იმ პერიოდში და ძალიან სასიხარულო იყო, რომ ახალგაზრდა თაობიდან პირველ რიგში ნუკრი კაკილაშვილი და ვაჟაჟვანია შემოიჭრნენ როგორი ძალიან წარმატებით. ძალიან დიდი წვლილია ნუკრის, იმიტომ რომ ძალიან ვიტალი იმ ხელა ამ გააკეთა ამ კაცმა ორი დამცველი მოატყვა შედის საჯარიმოში და ამ დროს ნუკრი ყველანაირ თავის მოხერხებულად ყველანაირად ხელს უშლის მესამე დამცველს შემოვიდა ხელი შეუშალოს ვიტალის და მე მგონი ერთ-ერთი წვლილი და განსაკუთრებული წვლილი ნუკრი კაკილაშვილის ეკუთვნის ამ გოლის გატანაში. ნუკრი კაკილაშვილმა გულშემატკივარს თავი არაერთი სხვა თამაშითაც დაამახსოვრა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ღირსეული ადგილიც დაიმკვიდრა. 31 წლის შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მთელი თბილისი კაკილაშვილზე ისევ ალაპარაკდა. თუმცა ამჯერად მიზეზი არა ფეხბურთელის წარმატება, არამედ ქართველი ექიმების წარუმატებლობა გახდა. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ნუკრი კაკილაშვილის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ძალიან ცუდ დღეში ჩავარდით. ნუკრი იყო მართვით სუნთქვაზე. მაგრამ გვპირდებოდა რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება, არაუშავს ჯერ კიდე შანსები გვაქვს. გავიდა 3 დღე, გაკეთდა კიდე ოპერაცია. გაკეთდა შემდეგ კიდე რაღაცა ჩარევა. მოკეთ ნუკრი არის უმძიმესი, მაგრამ გვეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის. კაკილაშვილის ავადმყოფობის ამბავი 2012 წლის 8 ნოემბერს დილით გავრცელდა. წინა ღამით მუცლის ღრუში გაუსაძლისი ტკივილების გამო კაკილაშვილების ოჯახმა პირველად დახმარებას მიმართა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფეხბურთელი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ცენტრში, ეგრეთ წოდებულ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. სასწრაფოს, რომელსაც სახლშივე ვთხოვე, რომ არ წამოიყვანათ აქ და წაიყვანათ სხვა კლინიკაში, გამომიცხადა, რომ მათ აქვთ ესეთი დირექტივა და უნდა წაიყვანონ მანდამაინც ინგოროყვას კლინიკაში. პაციენტს ნაღლის ბუჟზე უსისხლო, ლაპარასკოპიული ოპერაცია ჩაუტარდა. პროცესი ჩვეულებრივზე მეტხანს, 3 საათს გაგრძელდა. თუმცა ოპერაციის შემდეგ პაციენტი არათუ გამოკეთდა, არამედ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით გაკეთდა ეხოსკოპია, რომელიც დაადასტურა ჩემი ეჭვი იმის შესახებ, რომ იქ იყო პერიტონიტი, ანუ არასწორად გაკეთებული ოპერაციის გამო გართულება, ანუ მუცლის ფარის ანთება და ჩემი შიში გამართლდა. ოპერაციის შემდეგ ნუკრი კაკილაშვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. საქმეში განყოფილების მთავარი ექიმი ბაადურ მოსიძე ჩაერთო. ამის შემდეგ ვეტერან ფეხბურთელს ზედიზედ კიდევ 3 ოპერაცია გაუკეთეს. ეს არის პირველი ოპერაცია, რომ ჩაუტარდა უკვე პალატაშია და თავს გრძნობს შეუძლოთ. უგონო მდგომარეობაში მყოფ ნუკრი კაკილაშვილთან ოჯახის წევრებს უკვე აღარ უშვებდნენ. ექიმები მათთან მხოლოდ მცირე კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოპერაციისას დაშვებული შეცდომის გამო ნაღლის ბუშტის სადინარები დაზიანდა და სითხე მდენა მუცლის ღრუში დაიწყო. ორგანიზმში მოწამვლის პროცესის გამო პაციენტი დღითი დღე სივდებოდა. სავარაუდოდ ამ ფაქტის დამალვის მიზნით ინგოროყვას კლინიკაში ნუკრი კაკილაშვილთან მნახველების შეშვების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩუმად ავიყარე და შევედი უკანა ლიფტიდან შევედი, საიდანაც მედები და ისინი შედიან, იქიდან შევედი და მამაჩემი ვერ ვიცანი. იყო ძალიან დასიებული, ვიცოდი სადაც იწვა, იმიტომ რომ მანამდე ჩვეულებრივად შეგვიშვეს და ვიცოდი რომ ბოლო იმიდან მეორე იწვა და აღმოჩნდა რომ ვერ ვიცანი და ვიკითხე რომ ეს ვინ არის მეთქი და იყო მამაჩემი რომელიც იყო ძალიან დასიებული, საერთოდ არ ვიცი, 3 თავი ედო და ეგრევე ჩამოვედი და ვთქვი რომ არის ძალიან მძიმე და არ არის ისე როგორც ექიმები გვეუბნებიან. მას შემდეგ რაც ანა კაკილაშვილმა მამის მდგომარეობის შესახებ რეანიმაციიდან ექიმების ნათქვამის საპირისპირო ინფორმაცია გამოიტანა, ოჯახის წევრებმა პაციენტის ინგოროყვას კლინიკიდან სასწრაფოდ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. გადავწყვიტეთ, რომ რამენაირად სამწყობოდან მოგვეპარა ნუკრი. იმიტომ რომ იქიდან გაყვანის საშუალება არ იყო ისე რომ აი ჩვენ გვინდა, იმიტომ არ გვეთანხმებოდნენ ამაზე. დრო რამენაირად სადღაც წავსულიყავით უახლოვეს, აი გადაწყდა თურქეთი, რომ რაღაცნაირად რაღაცა შანსები 5 თუ 10% იყო დარჩენილი, რომ ნუკრი გადაგვერჩინა. ჩემად რომ მითხრა, რომ ისო რა ქვია, შოთიო ძალიან ცუდად არისო და თუ რაღაცა უცებ არ მოვიფიქრეთო, რა ვიცი, ძალიან შეშინებული რა მივიდა ღამე საავადმყოფოში. იქნებო მანდო რა დარეკო რა აჯიბალებში და თუ არის საშუალება რომ სწრაფად რაიმად მაკეთ გადმოვიყვანო. რამდენიმე საათში თბილისის აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა. არველაძეების დახმარებით ნუკრი კაკილაშვილის გადასაყვანად სამედიცინო დანიშნულების თვითმფრინავი ჩამოფრინდა. პაციენტი დანიშნულების ადგილზე თურქეთში, აჩიბადემის კლინიკაში ჩაიყვანეს. საქმეში უკვე თურქი ექიმები ჩაერთვნენ და ნუკრი კაკილაშვილს ინტენსიური მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. თქვენს ქვეყანაში ოპერაციისას დაზიანდა ნაღლის ბუშტის მთავარი სადინარი, მაგრამ ექიმებმა ოპერაციის მსვლელობისას ეს ვერ შენიშნეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტს დაეწყო პრობლემები, რის გამოც ექიმებმა მეორე ოპერაცია გააკეთეს, თუმცა მიზეზის დადგენა ვერ მოახერხეს. როდესაც პაციენტი ჩვენთან შემოვიდა, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი ჩარევა კი გამოიხატა იმაში, რომ ჩვენ მას სწორი მკურნალობა დავუნიშნეთ. ინფექციის კერების არსებობის გამო მათ მუცლის ღრუს დრენაჟირება დაიწყეს.
რის შედეგადაც ყოველდღიურად ფეხბურთელის ორგანიზმიდან მინიმუმ 500 მილილიტრის სითხის გამოდენა ხდებოდა. ნაღლის სითხის ჟონვა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ნუკრი კაკილაშვილის ორგანიზმი მკურნალობას დაემორჩილა. ნუკრი მოკლეს აქ საერთოდ საავადმყოფოში რა, იმიტომ რომ ყოველ დღე იცვლებოდა დიაგნოზი, ერთი ასე ვთქვათ პრობლემით მიიყვანეს და იქიდან პრობლემების ბუკეტით წამოიყვანეს, მაინც და მაინც კარგად გათვითცნობიერებული მე მგონი არ ჰქონდათ არც მკურნალობის ტაქტიკა და არც სტრატეგია და საერთოდაც ვერ გაერკვნენ იმ საკითხში. დღითი დღე უარესდებოდა მდგომარეობა და პრაქტიკულად მე-7 დღეს, ახლა სიცოცხლის ნატამალი მაკაც აღარ ეთყობოდა. ნუკრი კაკილაშვილმა ავადმყოფობის პერიოდში 48 კილოგრამი დაიკლო. სისუსტის მიუხედავად თურქეთში სამთვიანი მკურნალობის კურსის შემდეგ კაკილაშვილმა ექიმების დახმარებით სიარული დაიწყო. საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის ფინანსებთან. მე ღვთისწყალობით აღმოჩნდა ისეთი ადამიანები ჩემ გვერდით, ვინც ეს დახმარება გამიწია, მაგრამ ხო არსებობს ისეთი ადამიანები, ვისაც არც პატრონი ყავთ და არც გულშემატკივარი. ეს ყველაფერი არის ექიმების დამსახურება რა მდგომარეობაშიც მე ჩამაგდეს. ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს. თურქეთში გატარებულ დღეებს კი როცა ჭამას და სიარულს ბავშვივით თავიდან სწავლობდა, დღეს უკვე ხუმრობით იხსენებს. კაირობით რო თამაშობდი ისე რასა. ვა დაიწყებდი. ყველა თმები რო შეგეგება ცოტა. ამიყო ან გუნჩი რამე რო იყოს? აყვანილი არა ხარ. ხელი ბადგატავიტელი აქ გაიარე და ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ ინგოროყვას კლინიკას, თუმცა ბაადურ მოსიძემ კამერასთან გამოჩენაზე უარი განაცხადა. ჩვენთან მოკლე კომენტარი მხოლოდ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააკეთა. სამწუხაროა, რომ მოხდა ესეთი ფაქტი, სამწუხაროა, რომ კაკილაშვილების ოჯახი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმ სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ მაინც დაველოდებით რეგულირების სააგენტოს პასუხს. არსებობს დოკუმენტაციაში, დოკუმენტაციის წარმოებისას დაშვებული ხარვეზები, რომლის გამოც ისმება რამოდენიმე ექიმის საკითხი. არსებობს პროფესიული ხასიათის რაღაცა დარღვევებიც, რა ტიპის საჟელი უნდა იქნას გამოტანილი ექიმების მიმართ, ამაზე მსჯელობს პროფესიული განვითარების საბჭო და უახლოეს საბჭოზე დაისმება აღნიშნული საკითხი. უცნობია პროფესიული საბჭო თითქმის 1 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას და დაისმება თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამედიცინო შეცდომათა მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ვერ გეტყვით როგორ იყო ოპერაცია ჩატარებული. ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიხდა ნუკრის სასწრაფო წესით გამგზავრება სტამბულში. იქ ხელმეორე, ხელმესამე, ხელმეოთხე ოპერაციისთვის. ანუ შეიძლება ასეც ვივარაუდოთ, რომ აქ დააკლდა ნუკრის. ნუკრი კაკილაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დინამოს სტადიონს პირველად ესტუმრა. ეს არის ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში მისი მეორე სახლი იყო და რომელთანაც ვეტერან ფეხბურთელს უამრავი მოგონება აკავშირებს. რიშკა, ლავი. აჰა, ძმა. რა კაი დრო იყო რა? როცა სტადიონი მინდორი დავინახე და ბურთი აქტიურად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ გამოვიდა ყველაფერი. თბილისის დინამოს ვეტერან ფეხბურთელს სრულ გამოჯანმრთელებამდე წინ თურქეთში კიდევ ერთი ვიზიტი და მერვე ოპერაცია ელის. ასეთი გახლდათ კვირა გრიფის გარეშე. ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირას 21 საათზე ისევ მე-9-ზე შევხვდებით.